მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ და მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან დღევანდელ გადაცემაში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან და დაძაბულ პოლიტიკურ გარემოზე საუბარი გვექნება პოლიტიკოსთან, საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრთან, ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ დიმიტრი, საქართველოში მიმდინარე პროცესები არის როგორც ჩვენი ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც. და მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის რუსული საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც. იქ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან მედია საშუალებაში, პირველ არხზე, რუსეთის პირველ არხზე, გადაცემა დაეთმო აქ მიმდინარე პროცესებს და გადაცემაში მიწვეული იყო პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი ბატონი მამუკა ფიფია, რომელმაც ისაუბრა ზოგადად საქართველოს შექმნილ გარემოზე და ასევე ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით რა ვითარებაც გვაქვს. მე მინდა მაყურებელს შევთავაზოთ მცირე მონაკვეთი, სადაც აი კონკრეტულად საქართველოზე, დასავლეთის როლზე და ამ როლში სააკაშვილის ფუნქციაზე არის საუბარი და საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებაც ამ საკითხებზე, რომ ამით დავიწყოთ შემდეგ საუბარი. თორე ისტორს გაუშვას. ისინი უჭერენ მხარს საკუთარ დამფინანსებელ სააკაშვილს, რომელიც ზის თითქოს ციხეში და სინამდვილეში იმყოფება 5 ვარსკვლავიან სასტუმროში. ხშირად აჩვენებენ კადრებს, რომ ის შიმშილობს. მან კუჭზე გაიკეთა რაღაც ოპერაცია. ზოგადად ისინი თქვენ ხედავთ, რომ მხარს უჭერენ ნარკომანებს, რომ შემდეგ ადვილად მოახდინონ მათი манипулირება. მართვა, სააკაშვილი იყო ნარკოდამოკიდებული. მას ჰქონდა ამ მდგომარეობაში ყოფნის და აქედან გამოსვლის მძიმე ფაზები. ის ღიად ამბობს, რომ საჭიროა საქართველოსთვის, როგორც იტყვიან, მარწუხების შემოჭერა უფრო ძლიერად და ისინი ამჟამად ზუსტად ამას აკეთებენ. მთელი წლის განმავლობაში ისინი აკეთებდნენ ანტიქართულ განცხადებებს. კონკრეტულად ეს ადამიანი ამბობდა, რომ საქართველოს უნდა შეუჩერდეს ფინანსური დახმარებები. საქართველო უკვე აღარაა მათზე ისე ძლიერად ფინანსურად დამოკიდებული. ბრუნდებით ეთერში, ეს არის როგორც გითხარი ძალიან მცირე მონაკვეთი გამოვიტანეთ დღეს გადაცემაში, ურჩევდი მაყურებელს, მართლაც საინტერესო ეთერი იყო, იქ საუბარი შეეხო არა მხოლოდ საქართველოს, ზოგადად კურსკში უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ალბათ მომავალში გვექნება ჩვენ საშუალება რა უფრო ესეთი ფართო კონტენტით ვისაუბროთ ამ საკითხებზე. თუმცა თავად საკითხი და ინტერესი რუსული მხრიდან საქართველოს მიმდინარე პროცესებზე ალბათ არის ბუნებრივი. ბევრი შეკითხვა ისმევა სააკაშვილთან კონკრეტულად მიმართებაში. სააკაშვილის პარტიამ ამ არჩევნებში პირველად 2012 წლის შემდეგ დაიკავა მესამე ადგილი, მან აღარ აიღო მეორე ადგილი, მართალია მეორე ვინც დაიკავა ის რამდენად უკეთესი არის ახლა გვარამია და ზოგადად გვარამია რო არის ქართული ოპოზიციის ლიდერი, ალბათ ეს კიდე ცალკე განხილვის საკითხია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში საბოლოოდ აქტუალობა თუ არის მისგან გარკვეული საფრთხე კიდევ აი ამ პროცესში? საღამოშვიდობის, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ბატონ თენგო გადაცემაში ყოფნა, ვინაიდან ჩვენ შესაძლებლობა გვექნება დღეს მიმოვიხილოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეეხება საარჩევნო საერთაშორისო სამართლის აღიარებულ და ამკვიდრებულ ნორმებს და მასთან შესაბამისობაში ყოფნა არ ყოფნის საკითხის მოკლე ანალიზს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ასევე მიმოვიხილოთ ის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომელზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, იმიტომ რომ დღეს რუსეთის ფედერაციის ყურადღება მთლიანად მოპყრობილია, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. არა იმდენად არჩევნების პერიპეტიების, არამედ პოსტსაარჩევნო პერიოდის მიხედვით შესაძლოდ გასამწვავებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება მართლაც ჰქონდეს გეოსტრატეგიის ხასიათი დასავლეთის მხრიდან და ამ შემთხვევაში ბუნებრივია თუ რა ძალებს და როგორ გამოიყენებს გლობალური დასავლეთი, ამას თავისი მნიშვნელობა გააჩნია. როგორც იქნა გვეღირსა და ნათელი წერტილი გვყავს ჩვენ რუსეთის ფედერაციაში ელექტრონულ სატელევიზიო მედია საშუალებებში ძალიან კარგია რომ ბატონი მამუკა ფიფია ძალიან ხშირად პოზიციონირებს ძალიან საინტერესო ცოცხალი ფაქტებით, ცოცხალი არგუმენტებით ჩვენ ბევრი სასიკადულო და ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გვყავს რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ აი რასაც ქვია ეს მედია პერსონა, რომელსაც შეუძლია რომ მედიისთვის მისაღებ სტანდარტში და შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე ახსნას ყველაფერი, ამას ბატონი მამუკა ძალიან კარგად ახერხებს. დიდი მადლობა მას ამისთვის მეუსმინე ამ გადაცემას თავიდან ბოლომდე, იყო ძალიან ინფორმაციული, ძალიან საინტერესო და რაც ყველაზე მთავარია, იყო არგუმენტებით გაჯერებული. ანალოგიურად მეც მქონდა გუშინ წინ ეთერი ნატალია მეტლინას საავტორო გადაცემაში გახდით რუსეთის ფედერაციის პირველ არხზე, სადაც ასევე მქონდა საუბრები
სწორედ საერთაშორისო საარჩევნო სამართლის იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს ოპოზიციად წოდებული გეი პოლიტიკური პარტიების კოალიცია ქმნის, ვთქვათ, სადაოდ აყენებს ამ საკითხს და აქ არის სწორედ ის საკითხი, რასაც ჩვენ და პირველ რიგში შევეხოთ. საკითხი ეხება რას? ნახეთ, ძალიან მარტივი, ყველასთვის გასაგები რო იყოს, ყველა საარჩევნო უბანზე 3111 უბანია მთლიანად საქართველოს საარჩევნო სისტემაში. 3111 უბანზე დაიწერა 1752 საჩივარი. თენგო, რაც არის 200 საჩივრით ნაკლები ვიდრე 2020 წელს და რაც არის 300 საჩივრით ნაკლები ვიდრე 2016 წელს. ეს უკვე ცხადია ბევრ რამეზე მეტყველებს გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში, განსაკუთრებით ახლა მე ამ შემთხვევაში თბილისს ავიღებდი თავარას, თქვათ, საზომ ერთეულად, სადაც ქართულმა ოცნებამ დათმო შედეგები და როგორც წესი ქალაქს თმობს ხოლმე ყველა მართველი გუნდი. თბილისი ყოველთვის სპეციფიკურია და განსხვავებულია. მე არ მესმის რატომ შეიძლებოდა, თქვათ, გაყალბებული იყოს სხვაგან და თბილისში ვერ გაყალბებული იყო არჩევნები. თუ კი საუბარი არის ელექტრონული ალგორითმით მანიპულირებაზე და ელექტრონული სისტემების გამართულ მუშაობასაც აუცილებლად შევეხებით, რა თქმა უნდა. და სწორედ ესე იგი 1752 საჩივარი დაიწერა 3111 უბანზე. ანუ ძალიან ბევრ უბანს საერთოდ არ შეხებია ესე იგი დამკვირვებლის თვალი. წარმოიდგინეთ ახლა რა პირობებში ხდებოდა არჩევნები, რა პირობებში მიმდინარეობდა სადამკვირვებლო მისიის თვალსაზრისით. საერთაშორისო საარჩევნო სამართლის მთავარი მონიტორი სოფლიოს მასშტაბით ეს არის ეუთოს ოდირი, რომელსაც აქვს პირდაპირ ესე იგი ინსტიტუციონალური დატვირთვა მონიტორინგის ჩატარების კუთხით. ნუ სპეციალისტები ყავს ამ მიმართულებით. მეორე ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საერთაშორისო ხასიათი და გააჩნია მაღალი ავტორიტეტი, მაგრამ ჩვენთან რატომღაც თავი შეირწყვინა წინა არჩევნებზე და გააყალბა არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები, ეს არის ისფედი, ანუ სამართლიანი არჩევნები, რომელიც 2003 წლიდან არსებობს, დაფუძნებულია ჩვენთან საქართველოში და მას ხელმძღვანელობდა ზურაბ ჭიაბერაშვილი, გახსოვთ თქვენ. და მაშინ გაყალბებული არჩევნების დროს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირობებში, 2004 წლის, 2003 წლის სკანდალური არჩევნების პირობებში, როდესაც მაჟორიტარული სისტემა იქნა ცნობილი და პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების მანდატები გაუუქმეს, მაშინ არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვავს ისვეთს, ხო? გახსოვთ თქვენ. 2020-ში გაგვიყალბა პარალელურ ხმის დათვლის შედეგები და რომ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძალიან მარჯვე კონტრმონიტორინგი, ასე ვთქვათ, რომლითაც მონიტორი გაკონტროლდა, აღმოჩნდა, რომ ათეულობით ხმის ფარგლებში ხდებოდა, ასე ვთქვათ, მანიპულირება. კარგი, შერჩა ისვეთს და აგრიმანი, ასე ვთქვათ, ნდობა დაუტოვეს ნდობაში. რა მოხდა დღეს? დღეს მოხდა ის, რომ 1700 ესე იგი დამკვირვებელი ჩვენ არჩევნებს აკვირდებოდა საერთაშორისო დონის თქვათ აკრედიტირებული, რომლებსაც აკრედიტაცია ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გავლილი. ამას დავუმატოთ ადგილობრივი დამკვირვებლები, ამას დავუმატოთ მედია დამკვირვებლები. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 1400 კაციან უბანზე, მთაწმინდის პირველ საარჩევნო ოლქში, აი ერთ უბანზე, დილის 8-დან საღამოს 8-მდე, სხვადასხვა ხასიათის მონიტორთა 250 პერსონა შეიცვალა. წარმოიდგინეთ, 250 განსხვავებული ადამიანი. ეხლა, როდესაც 250 კაცი ერთ უბანს აკვირდება, მერე ის გადადის სხვაგან, მერე კიდე სხვაგან და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის და მერე ეს არჩევნები მთავრდება და ეს მუზეუმის სახეები რო არ იქა და არჩევნები შედგა და მოვიგეთ და გახსოვთ თქვენ ეს მუზეუმის სახეები. ორი საათი გასტანა მაგდროს ზურაბ. და მათი ესე იგი exit poll-ები, სადაც მართულ გუნდს დაუწერეს 40.9 და პირველი exit poll-ი, რომელიც მართველი გუნდის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ჩატარებული შედეგებით დაიდო და 56% დაიდო ეგრევე და ამათი მჟავე სახეები მას შემდეგ რაც პირველად შედეგებით, იმიტომ რომ Smartmatic იმითია ძალიან საინტერესო, ეს ელექტრონული მართვის მთლელი მანქანები, რომ 1 საათში გიცხადებს ფაქტიურად შედეგს. და ნუ გამომდინარე იქიდან რომ 3111 უბნიდან 90%-ზე იყო ელექტრონული სისტემები, ხოლო 10%-ზე იყო ხელით დათვლის სისტემები. ამან გამოიწვია შემდეგ დროის გაწევა. ამან გამოიწვია დროის გაწელვა, იმიტომ რომ 5 უბანზე, რომელიც აჭარის და სხვა მაღალმთიან რეგიონებში მდებარეობდა, მათი საბოლოო შედეგების ასახვის გარეშე, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სრულყოფილი, თუმცა მათ არ ექნებოდა ის განსაკუთრებული გავლენა,
რომელიც ასე თქვათ, რა გავლენასაც ვერ განიცდიდა საბოლოო შედეგი 53.99% და ეხლა ეს შედეგი რო დაიდო და სახეები აეხათ ინგა გრიგოლიევს, ჟიჟილაშვილებს, სანაიებს, თარგამაძეებს და პანაშვიდში არც დაუმალავს ინგა გრიგოლიას, რომ ზეგი ისე ტრაურში ჩავარდიო, რომ თავის აწამეღო არ ვიცოდიო. ეს რას ნიშნავს, იცით? ეს განთქმაა. ეს ტრაური გრძელდება. ეს ტრაური გრძელდება, მაგრამ აი როგორც საჭადრაკო ტერმინი რო ვიხმაროთ, ეს არის ცუქცვანგის მდგომარეობა. წაგებული მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს, რომ ყოველი შემდგომი დარჩენილი სვლა არის წამგებიანი. ანუ ფაქტობრივად ეს არის უიმედო მდგომარეობა, რომელშიც ჩაცვენილნი არიან, მაგრამ თვით იმედოვნებენ და ცდილობენ ხა მაქსიმალურად შექმნან ისეთი ანტურაჟი, გარეგნული ხასიათის მათი აი ეს მოვლენები რას ემსახურება გუშინდელი ბრიფინგი, სადაც გამოაცხადეს, რომ ორშაბათს კვლავ აპირებენ საზოგადოებას მოუწოდონ რუსთაველზე შეკრებისკენ. სხვა შორის ნიშანდობლივია, რომ წინა შეკრებისგან განსხვავებით აქ გახარი აღარ იდგა ბრიფინგზე, სამი პარტიის სახელით გაკეთდა ეს განცხადება. აქვს თუ არა ამ პროტესტს შეიძლება თუ არა ამ პროტესტს კონდეს იმგვარი სიმწვავე თქვენი აზრით, თქვენი დავუშვათ იმ გამოცდილებით, რაც თქვენ წარსულში დიდრად მრავლად გაქვთ აგროვილი, იქნება თუ არა ეს აქციები იმ სიმწვავის, რომ შეიძლება რაიმე რეალური ხიფათი შეუქმნას არანაირად. არჩევნები არის შემდგარი, ამას წყალი არ გაუვა. ამას ამყარებს კონსტიტუციის ჩანაწერი, რომელსაც არასწორი ინტერპრეტაციით განიხილავენ ხოლმე, იმიტომ რომ მესმის იქ არის ესეთი ჩანაწერი, რომელსაც დაბნეულობა შემოაქვს, თუმცა თუ ასე ვთქვათ, დავეყრდნობით კონსტიტუციონალისტებს და დავეყრდნობით სწორ წაკითხვას და სწორ ანალიზს ამ საკონსტიტუციო ნორმისა, იქ ძალიან გასაგებად და მკაფიოდ წერია, რომ პარლამენტი შემდგარად ჩაითვლება თუ არჩეულ დეპუტატთა ნახევარზე მეტი შევა პარლამენტში, რომლებიც სცნობენ პარლამენტის წევრთა შემადგენლობის მინიმუმ 2/3-ს მაინც. ანუ 2/3-ის იქ ადგილზე ყოფნა, ასე ჩანაწერი არ არის. 2/3-ის ადგილზე ყოფნა იქ არ არის საჭირო, ანუ მინიმუმ 76 დეპუტატი უნდა იყოს სახეზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს 99 დეპუტატი, რომელსაც გააჩნიათ არაუბრალოდ სრული, ასე ვთქვათ, უფლებამოსილება, არა მათ შეუძლიათ, რომ წარმართონ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, ლაპარაკი განულებაზე როცა არის, უნდა გვახსოვდეს, რომ სიების განულების ერთადერთი კანონით დადგენილი შემთხვევა ეს არის შემთხვევა, როდესაც არჩევნებამდე არაუგვიანეს 16 დღისა ესა თუ ის პარტია, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ან კოალიცია, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ანულებს თავის საარჩევნო სიას 16 დღემდე არჩევნებამდე არაუგვიანეს 16 დღისა. რატომ არის ეს ჩანაწერი? იმიტომ არის ჩანაწერი, რომ შემდგომში არ მოხდეს საბოტირება მოვლენები, შემდგომში არ მოხდეს პროვოცირება, შემდგომში არ მოხდეს მაგიდის აყირავება, სპეკულაციები და ასე შემდეგ. ამიტომ მიდიხარ ამ ზომამდე არჩევნებამდე, მერე უკვე ხო. რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია ბუნებრივია მანდატებზე უარი თქვა და უახლეს ისტორიაში ჩვენ ეს ძალიან კარგად გვახსოვს, ის ფარსიც გვახსოვს ზოგიერთმა პარტიებმა რომ გაითამაშეს 2008 წლის არჩევნებს შეეხებოდა ეს საკითხი, როდესაც დახიეს ვითომ ესე იგი მანდატები და სინამდვილეში პარლამენტმა სცნო მათი უფლებამოსილება და შემდგომში ხელფასსაც იღებდნენ, ახლა არ მინდა გადავერთო ახლა დეტალიზებაზე ეს ძალიან კარგად ახსოვს მაყურებელს. ანუ ამ შემთხვევაშიც მოხდება ესეთი რამ. პარლამენტი სცნობს, ანუ 99 დეპუტატი სცნობს მინიმუმ 2/3-ის უფლებამოსილებას პარლამენტში, შემდგომში თავში ქვაუხლიათ და უკაცრავად მუცელში სამართებელი თუ კი ვინმეს უნდა ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და მანდატი დახიოს, კი ბატონო დახიოს, შეუძლია დახიოს, მაგრამ მისი უფლებამოსილება იქნება ცნობილი. და შემთხვევაში პარლამენტი იქნება ვალიდური მანდატებს. აი ეს არის საინტერესო. გავიგეთ სამართლებრივად აი თქვენ როგორი განცდა გაქვთ? არის ეს ხალხი, რომელიც დახევს მანდატებს უარსიტყვის საპარლამენტო საქმიანობაზე და 4 წელი გადავა არასაპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებს. აი ყველაზე აქტიური მათ შორის ვინც არის ანადოლიძე, მაგალითად, ესე იგი ანადოლიძე, რომელიც ყველაზე მეც გახკივის, რომ ესე იგი არ შევლენ პარლამენტში და ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, საერთაშორისო სოციალურ ქსელში LinkedIn-ში ატვირთა თავისი, ასე ვთქვათ, მონაცემი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი. სხვა შორის პოზიტივი მამხილა, დადოკიდეს პოზიტივი ამისი სკრინები და შემდგომში შერცხვა და წაშალა ეს ყველაფერი. თუმცა ამ ატვირთვის მიზეზი ეს არის ცენზი, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ. ხა 44%-მდეა რა მათი საბოლოო შედეგი, თუ არ ვცდები,
ამის ფარგლებშია და 54% ეს არის უზარმაზარი ციფრი იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესის მართვის ყველა სადავე გაგაჩნდეს როგორც ოპოზიციას და მართო პროცესი, მაგრამ რატო აცხადებენ ისინი უარს აი ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ 99 მანდატით შესული ქართული ოცნება, თუ კი შეასრულებს თავის სიტყვას და დაიწყებს დენაციფიკაციის პროცესს, ძალიან ბევრი მანდატის თავი დაგორდება, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად. ხო, მაგრამ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მიიღო ქართულმა ოცნებამ. არის კიდევ ბერკეტები გარდა აი ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის ბერკეტისა, რომ დაიწყოს ასეთი. კონსტიტუციური უმრავლესობა საჭიროა იმისთვის, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილებები, ხოლო კონსტიტუციური უმრავლესობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ ანტიკონსტიტუციურად იქნას ცნობილი ნაციონალური მოძრაობის ქმედებები, მრავალი წლით არსებული ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ისეთი ტიპის სისტემური ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სამართალთან არის დაკავშირებული, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან არის დაკავშირებული, ან საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ახალი წესით განსაზღვრასთან არის დაკავშირებული. მაშინ გვჭირდება ჩვენ კონსტიტუციური უმრავლესობა. მაგრამ აი ეს ის კონკრეტული შემთხვევა, როცა კონსტიტუციური უმრავლესობა არ ჭირდება იმ მანდატების გაუქმებას, იმ პოლიტიკური პარტიების გაუქმების გზით, რომელთან დაკავშირებითაც არაურაზროვნად გაკეთდა განცხადება და ეს იყო ძირითადი პირობა, რაც ლაიტმოტივად გასდევდა საერთოდ ამ არჩევნებს. ხო, დენაციფიკაცია, ანუ რეჟიმი უნდა გასამართლდეს. რეჟიმი უნდა გასამართლდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ მარტო ნაციონალურ მოძრაობაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი ყველა იმ პირზე, მაგალითად ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი იყო 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით, აგვისტო-სექტემბრის მდგომარეობით, ეს ის პირია, რომელიც ამბობდა, რომ ქართული ციხეების აბუგრეიბად გადაკეთების და ამაში წამების საკითხთან დაკავშირებით ის პირადად ინფორმირებული იყო. თუნდაც ეს განცხადება არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მას შემდეგ რაც მას გაუქმდება მანდატი, როგორც ფაშისტური ორგანიზაციის და საქართველოში შემდგომში აკრძალული ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს მიეცეს უკვე პასუხისმგებაში როგორც ასე ვთქვათ, არა პარლამენტის წევრი. ანალოგიურად საუბარი შეიძლება წავიდეს საქართველოს პრეზიდენტის შემდგომ იმპიჩმენტის შემდგომ პროცედურებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება დაუკავშირდეს მის მიმართ გარკვეულ, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას. არ მინდა ახლა ამას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დავარქვა, მაგრამ გარკვეულ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ როდესაც ხარ საქართველოს პარლამენტის უკაცრავად საქართველოს პრეზიდენტი არსებული კონსტიტუციით როდესაც შენი კონსტიტუციის მიხედვით გაქვს სახელმწიფო მართვის სისტემა საპარლამენტო რესპუბლიკის სახით და ხარ ნეიტრალური არბიტრი, უნდა შეასრულო ნეიტრალური არბიტრის მოვალეობა. შენ არავითარი უფლება არ აქვს გახდე მიკერძოებული მხარე ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის და ნგრევად მთლიანად ოპოზიციის და დაიცვა მისი ინტერესები მით უფრო რომ როდესაც ამ ინტერესების დაცვა პირდაპირ ურტყავს სახელმწიფოს ინტერესებს და მაგრამ თუ კი ეს პრეტენზიები არის საფუძვლიანი ალბათ ამ შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს მათ შორის პრეზიდენტს კი აქვს. სალომე ზურაბიშვილი დაიბარეს პროკურატურაში ამის გამო, რაც რა განცხადებაც მან გააკეთა. თენგიზ ნახეთ, როდესაც არჩევნების დასრულებიდან 2 საათის შემდგომ გამოდიხარ მაღალ ტრიბუნაზე და ამბობ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ტოტალურად გაყალბდა. თქვენ გესმით, ტოტალური გაყალბება 2,60,000 ადამიანს აქვს ხმა მიცემული. 2,60,000 ადამიანს აქვს ხმა მიცემული და არჩევნების დათავრების შემდგომ გამოდიხარ საღამოთი ეთერში და დგები და ამბობ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, რომ ეს იყო KGB-ს და FSB-ს მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია. ანუ ამას იმპერატივში საუბრობ. ამას ამბობ, რომ ეს უკვე შენ მტკიცებულებების დონეზე გაქვს შემოწმებული ნანახი, ყველაფერს ფლობ და ამასთან დაკავშირებით, ესე იგი, აკეთებ განცხადებას. კი ბატონო, შენ თუ გაქვს ეს ინფორმაციები, გაქვს უფლება რომ გააკეთო ესეთ განცხადება. და ამერიკის შეერთებული შტატებიც ამას მოუწოდებს ახლა სალომე ზურაბიშვილს რომ მიბრძანდით პროკურატურაში. მეთიუ მილერის განცხადება იყო, კი, იმიტომ რომ მათ სხვა არაფერი აღარ დარჩენოდა თუ არა ის რომ ეთქვათ ზურაბიშვილისთვის რომ მიბრძანდით პროკურატურაში, სადაც თქვენ გამოკითხავენ და თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ყველა მტკიცებულება, თუ კი თქვენ ეს მტკიცებულებები გაგაჩნიათ. აი სიტყვასიტყვით ესეთი განცხადება გაკეთდა. გენერალურ პროკურატურაში საქმე აღიძვრა სრულიად კანონიერად. იმიტომ რომ ვალდებულებაც კი აქვს. მასობრივი მედიის საშუალებებში გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება საფუძვლად დაედოს სისხლის სამართლად წარმოებას, გამოძიების დაწყებას. ეს გამოძიება დაიწყო სრულიად კანონიერად,
საქართველოს პრეზიდენტი იქნა დაბარებული გამოკითხვაზე, აქ ლაპარაკი არ არის რაიმე სტატუსზე, ასე ვთქვათ, ბრალდებულის ან ასე შემდეგ, აქ არის ბუნებრივია საუბარი მოწმის სახით გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომ შემდგომში მის მიერ მიცემულ ჩვენებას მისცემოდა კვალიფიკაცია და მომხდარიყო უკვე განგცობა, გაგრძელება და შესაძლოა უკვე ნებისმიერი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი ინდივიდუალური დევნაც დაწყებულიყო, არა? მაგრამ პრეზიდენტმა რა გააკეთა, მან თქვა, რომ ესე იგი მტკიცების ტვირთი არის პროკურატურაზე, ეს ეკაბესელია მურჩია და ასეთ მრჩევლებით ის შორს ვერ წავა, მე დარწმუნებული ვარ და ესე იგი რომ თურმე მტკიცების ტვირთი ყოფილა პროკურატურაზე, რომ ის არ არის ვალდებული საერთოდ რაიმე ინფორმაცია მიაწოდოს და ის არაპირებს რომ გამოცხადდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. რა თქმა უნდა, პოლიტიკური თვალსაზრისით ასეთი ტიპის უკამეხი განცხადება იმის ფონზე, როცა ამბობ, რომ ტოტალურად გაყალბდა არჩევნები, პირდაპირ პროპორციულია იმ დარტყმისა, რომელსაც მიიღებს მისი პროტექციის ქვეშ არსებული პოლიტიკური გუნდი. პოლიტიკურ პასუხისმგებლობის ზოგადად არსებობას ვერ გრძნობენ. ამ ხრივ, აბა ეხლა როგორ უნდა ავხსნათ, მათ შორის აი გუშინ საუბრობდა ხო ანადოლიძე სამწუხაროდ ისეთი ქართულით უნდა განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზებაო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ დღეს მამუკამდინარაძეც მაგას ამბობდა სხვათა შორის თავისი ელექტორატი გააბრაზეს. სინამდვილეში ჩვენ Facebook-ზე ვნახულობდით გუშინ უკაცრავად თვითონ ოპოზიციონერი ამომრჩევლის ასე ვთქვათ განწყობებს, რომლებიც საკუთარ რჩეულებს, საკუთარ ლიდერებს რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ, რომ ამოგვივი და ყელში, ესე იგი, ტყუილად აქეთ-იქით ტარება. ანუ ისინი თითქოს ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ საერთოდ აი ამ პროცესში. ან თუნდაც ის, რომ აი მე ნახე არაერთი დარწმუნებული ვარ, თქვენც ნახავდით პლაკატებზე დაწერილი ციფრები, რომ აი ყაზბეგში ცხოვრობს 5000 კაცი თუ 2000 კაცი და ოცნებამ რატომ მიიღო 6000 ხმა, არ დამეზარა და გადავამოწმე ყველა, რაც ნახე, არც ერთი ციფრი არ იყო იქ მართალი. ყველა ტყუილი ჰქონდათ აბსოლუტურად გამოტანილი პირდაპირ ცესკოსაიძე მარტივად შეიძლება ხო ამისი გადამოწმება სად რამდენი ამორჩეველია, სად რამდენი ვინ რამდენი ხმა მიიღო. როდესაც ესე მარტივ ტყუილს ამბობ წესით, ნუ გასაგებია რომ სამართლებრივად ძალა ამას არ აქვს, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობის ხომ უნდა გეშინოდეს, როგორც მინიმუმ, რომ შენს ამორჩეველს ატყუებ. რატო არის ასეთი დამოკიდებულება ამ ხალხის მხრიდან, ეხლა, როდესაც მათ წესით უნდა სჭირდებოდეთ ყველაზე მეტად საკუთარი ამორჩევლის მობილიზება, მათი დამუხტვა რევოლუციისთვის და ასე ვთქვათ, აი ამ მოხდის აგორება. ისინი პირიქით აკეთებენ თითქოს. იმიტომ რომ ეს არის სწორედ ბოროტად გამოყენება იმ ადამიანური რესურსის, რასაც წარმოადგენს მათი მხარდამჭერი საზოგადოება. რომელიც ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სუბიექტები სულაც არ არიან იმისი ღირსი, რასაც მათდამი ფორმალური ნდობის გამოხატულება წარმოადგენს. და ამისი არაერთი მაგალითი ჩვენ ნახეთ, როდესაც გიორგი ვაშაძეს აგინეს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და ტრიბუნიდან ჩააგდეს იმ ახალგაზრდებმა, რომლებმაც ფორმალურად დაუჭირეს მხარი ისევ და ისევ აი ამ 4 ხეულს, რომელსაც მე ვეძახი რაღაც მარხილში შებმულ 4 ცხენს, რომელსაც მათრახით თავზე ადგას საქართველოს პრეზიდენტი და ხედავთ რომ ამ 4 ცხენიდან ორმა დაამოხრუჭა და წაიფურთხიალა ისეთნაირად რომ ეს ეტლი ამოყირავდა კინაღამ, როდესაც გახარიამ უცებ განაცხადა რომ რევოლუციურ სცენაში ეს მონაწილეობას არაპირებს რომ მიიღოს. როდესაც გაკეთდა განცხადება რომ ნუ მაქსიმალურად შეეცდებიან რომ მათ ხელთ არსებული გარკვეული ინფორმაციით დაეხმარონ დანარჩენ ოპოზიციას, მაგრამ არაპირებენ მათთან ერთად გაიზიარონ მთელი რიგი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ამას ნიშნავს და გახსოვთ თქვენ, მან თქვა კიდევაც, როდესაც ჩვენი ხმა იქნება გადამწყვეტი პარლამენტში, ჩვენ ამ ხმას გამოვიყენებთ არა მხოლოდ ხმისთვის, არამედ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კონკრეტული საკომანდო სიმაღლეც მივიღოთ. ან ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს და შემიძლია 99.9% სიზუსტით გითხრათ, რომ ორშაბათს დანიშნული აქცია და იმისი გაგრძელება იქნება აბსოლუტური ფიასკო მათთვის, ეს ენერგეტიკულადაც უბრალოდ ვერ გასტანს და ვერ შეძლებს რომ გაამართლოს თავი, იმიტომ რომ мотиваცია ამ ხალხს რევოლუციისთვის ნამდვილად არ გააჩნია და არც რევოლუციას არავინ არ მოაწყობინებს აქ ეგერთი. იმიტომ რომ ამ ქვეყანას 3/4 მოსახლეობა ყავს, აგერ აი მომდგარი ასე ვთქვათ ტელევიზორებთან, მომდგარი საინფორმაციო პორტალებთან და ისინი ძალიან კარგად აკვირდებიან მოვლენებს და საქმეზე რომ მიდგეს, მე ადრეც ვთქვი და კიდე გავიმეორებ, რომ პოლიცია, სპეცდანიშნულების რაზმები თუ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები პირისპირ არ დარდგებიან მათთან. მთელი ხალხი აღმოჩნდება უცებ საპირწონე, აი იმ გაცილებით ნაკლები, ასე ვთქვათ, ძალისა, რომელიც ცდილობს აპარტეიდი. რეალურად აპარტეიდი ესაა, როდესაც უმცირესობა ცდილობს, რომ თავს მოახვიოს უმრავლესობას, მოიპოვოს ძალაუფლება უმრავლესობაზე. კი ბატონო, და ამათ LGBT დიქტატურის ანალოგიით უნდა ზუსტად ეს განახორციელონ, როდესაც დემოკრატია უმცირესობის დიქტატურად მიაჩნიათ, არა? და მართალი გითხრათ, აი ჩემთვის დღესაც
და ხმამაღლა ვიმეორებ ამას, რომ ქართული ოცნებისადმი ჩემი მხარდაჭერა განპირობებული იყო პირველ რიგში სწორედ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის იმ საკანონმდებლო 19 კანონიანი, ასე ვთქვათ, პაკეტით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს წყალგამყოფი მომავალ პოლიტიკურ ბატალიებში, სადაც ერთ მხარეს დადგება ქართველიერი, მეორე მხარეს იქნება ის ევროსოდომია, თუ გნებავთ გლობალური დასავლეთის სოდომური დიქტატურა, რომელსაც უბრალოდ თავზე ვერ მოგვახვევენ ის გამორიცხულია და სხვა შორის ლუკაშენკომაც გუშინ თავისი მაღალი ტრიბუნიდან ძალიან ლამაზად და კარგად თქვა, დიახ, ეს არის ქართული მენტალიტეტი. არ არსებული ვარიანტია, რომ საქართველოში თავზე მოგვეხვეს. გასაგებია, რომ ბევრი აცდა გზას, ბევრი ვერაცნობიერებს, ბევრი უბრალოდ დაკარგა ეს ნეობრივი ცენზი, შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ არის კიდევ უფრო მეტი ის, ვინც ინარჩუნებს აი ამ სტატუსს იყოს სწორი ცენზორი თავისი, ასე ვთქვათ, მომავალი განვითარების. ბატონო დიმიტრი, როგორ იქნება საქმე საერთაშორისო აღიარების კუთხით? ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხი. მოლოდინები ამ ხრივ სხვათა შორის იყო არაერთგვაროვანი არჩევნებამდე, მათ შორის ჩვენს მხარესაც, ჩვენს ფლანგსაც და მათ ოპოზიციის მხარესაც, ამ პროდასავლურ მხარესაც, უფრო იყო ისეთი მოლოდინები, რომ დასავლეთი იქნებოდა ბევრად ხისტი, ბევრად გარკვევით იტყოდა, რომ არჩევნები არ არის ლეგიტიმური, რომ ის არ ცნობს სამთავრობის ლეგიტიმაციას და დაიწყებოდა რაღაც ესეთი იზოლაციის პროცესები. ხარდაჭერა ოპოზიციას არ აქვს დასავლეთიდან თქო მაგას როგორ ვიტყვით ნამდვილად აქვთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ ხარისხის ხარდაჭერა მათ არ მიუღეთ აი ეს რით შეიძლება ახსნათ ძალიან კარგი შეკითხვაა მადლობა ამ შეკითხვისთვის თქვენ მოისმინეთ ალბათ მეთიუ მილერი დღეს აკეთებდა განცხადებას იმასთან დაკავშირებით რომ ჯერჯერობით გადაჭრით ვერაფერს ვერ ამბობენ სანამ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდება ითხოვენ აუდიტის ჩატარებასაც და ჩვენ აბსოლუტური გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამერიკის შეერთებული შტატების აი ასეთ პოზიციას და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ის ძირითადი ალგორითმი ელექტრონული, რომელთაც ჩატარდა რა ჩვენთან არჩევნები, არის ამერიკული სისტემა, რომელმაც 2020 წელს ჩაატარა არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში. და როდესაც Smartmatic-მა ჩაატარა 2020 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები და მას შარი მოსდეს, ასე ვთქვათ, манипуლირებასთან დაკავშირებით და შარის მომდები იყო დიდი მედია კორპორაცია Fox News, Fox კორპორაცია, რომელიც სახელმწიფოს შეიძლება ითქვას და სულ ახლა ხანს, რამოდენიმე თვის წინ Smartmatic-მა მოიგო სასამართლო Fox News-ის წინააღმდეგ. და დამტკიცდა და დადგინდა, რომ არავითარ манипуляციებს ადგილი არ ქონია. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, პრეცედენტია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთია ჩვენი ცენტრალური საარჩევნო კომისია, მეორეა ჩვენი ხელისუფლების ოფიციალური დამოკიდებულება ამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და მისი მხარდამჭერი ქართული საზოგადოებისა. მესამეა ოპოზიცია წოდებული G15 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი პოზიციონირება, რომ არჩევნები ტოტალურად გაყავდა და FSB-სა და KGB-ს მეთოდებით იქნა ჩატარებული რუსული სპეცოპერაცია და მეოთხეა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რაც გასათვალისწინებელია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვის, თავად Smartmatic-ის რეპუტაცია. Smartmatic-ის დადანაშაულება ასე მარტივად, რომ ვიღაცამ აქ მოინდომა და ესე იგი 1 ხმა 15 ხმად გაასაღებინა ელექტრონულ მანქანას, რომელზეც ღიად ამბობდა ოპოზიცია, გახსოვთ? კი ბატონო. ჩვენო თავს დავდებთო, კაცო, არავითარი პრობლემა არ არის. საბჭოება რომ მათ ამის დავალებაც ჰქონდათ მაშინ ეთქვათ, რომ არა, ამას არ ვაყენებთ ეს. კი, ამას არ ვაყენებთ, იმიტომ რომ ამას ეჭვქვეშ დაყენება იქნებოდა მათი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაციის ეჭვქვეშ დაყენებად, იმიტომ რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე ასე იგი ნოვატორული ელექტრონული სისტემები, რომელსაც ანალოგია არ გააჩნია. Smartmatic-ი ამითია ცნობილი. მას არჩევნები აქვს ჩატარებული სხვადასხვა დონის, საპრეზიდენტო, მუნიციპალური, საპრეზიდენტო და საპარლამენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ბელგიაში, ლათინურ ამერიკაში, ფილიპინებზე 2009-2010 წელი იყო ჩვენთვის სატესტო ბოლივიასა და ფილიპინებზე ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. მათ 2012 წელს ჩვენ შემოგთავაზეს Smartmatic-მა შემოგთავაზა, მაგრამ მაშინ ვერ ესწრებოდა ამის ჩატარება. 2015 წელს ესე იგი თბილისი რედისონში შედგა რედისონ ბლუში, ესე იგი ზემელზე, სასტუმრო ივერიაში, ანუ შედგა მათი პრეზენტაცია, ეს მოხდა 2015 წელს. თუ არ ვწდები, ბატონი ირაკლი ალასანია იყო ამის ინიციატორი მაშინ, რომ მათ წარმოედგინა თავიანთი შესაძლებლობები და როგორც მე მახსოვს, მაშინ პოზიციაც, ოპოზიციაც, არ ვიცი, ყველა აბსოლუტურად აღფრთოვანებული იყო Smartmatic-ის
შესაძლებლობებით, იმიტომ რომ ეს იძლეოდა დროის უმოკლეს ვადაში რეალური საარჩევნო შედეგის გამოქვეყნების შესაძლებლობას, რაც მოხდა კიდე საათი და 40 წუთი დაჭირდა ზუსტად, რომ საბოლოო შედეგები ჩვენთვის ცნობილი ყოფილიყო გარდა იმ 5 უბნისა, რომელიც ხელით ითვლებოდა სადღაც მაღალმთიან რაიონებში. ასე რომ Smartmatic ახლა არ შემოსულა ჩვენთან. Smartmatic დიდი ხანია პოზიციონირებს ჩვენთან, დიდი ხანია საკუთარ თავს აცნობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და ეს იყო სწორედ მიზეზი იმისა, რომ ოცნება რა არის და ოპოზიცია ღიად გამოვიდა მხარდამჭერად და თავისი ელექტორატის, თავისი ამომრჩევლის გასამხნევებლად, რომ ელექტრონულ სისტემებთან დაკავშირებით ეჭვის შეტანის საფუძველი საერთოდ არ გაგვაჩნიაო. და დღეს რასთან აქვს პრეტენზია? დღეს გამოდის, რომ ამ კომპანიამ, რომელმაც მათ შორის ამერიკაში ჩაატარა არჩევნები, ჩვენთან ჩაატარა რუსული არჩევნები. გამოდის, რომ ჩვენთან ჩაატარა რუსული არჩევნები და ყველგან დანარჩენ სიტუაციაში ყოფილა ამერიკული მაღალი სტანდარტი. სხვა არგუმენტებიც აქვს ამ შემთხვევაში, მოდით ოპოზიციას ამაზე ვთქვათ, იყო შემთხვევები ბიულეტენების ჩაყრის. მართალია ეს არგუმენტი მალევე მოხსნეს, იმიტომ რომ იმ უბანზე სადაც იყო მარნეულზე საუბარი, აღმოჩნდა ის ადამიანი დააკავეს, საერთოდ სასამართლოც ჰქონდა დღეს. ჩემ მეგობარია როშან ისკანდეროვი, მინდა გითხრათ, არის მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და არის სადახლოს თემიდან წარდგენილი. ეს არის თხემი ტერფამდე პოლიტიკურად ქართველი ადამიანი, რომელიც როგორ გითხრათ, ერთი დღე და ორი დღე არ ვიცნობ მას და მარნეულის მთელ რაიონში არის განსაკუთრებით, ესე იგი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის იმიჯი აქვს. მე არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, არსებობს ძალიან ბევრი ვერსიები იქ იმასთან დაკავშირებით, ამბობს როშანი, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, რომ იყო რაღაცა ფაბრიკაცია, რაღაც გარკვეული ფაქტების, კადრების და ასე შემდეგ. ამას ალბათ დაადგენს გამოძიება და თავის სიტყვის, უბრალოდ მე ვალდებული ვიყავი, რომ მე თქვა, მე რო არ ვიცნობდი ამ ადამიანს, მას არ ამოვიღებდი, მაგრამ მისი პიროვნება, მისი განსაკუთრებით სწორი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება და როდესაც იყო გარკვეული კრიზისები ქვემო ქართლში, როშანს ჰქონდა საოცრად სწორი დამოკიდებულება და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილიც აქვს ამ ადამიანს შეტანილი გარკვეული სიტუაციის სტაბილიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. ჭეშმარიტება ამ ხრივ დადგინდეს, თუმცა ყოველ შემთხვევაში ხა აქ ის არგუმენტი, რომ რეაგირება სახელმწიფოს არ ქონია, როგორ არ ქონია. არა, პატიმრობაშია მიცემული, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ესე ადვილად გასაწირი ადამიანი პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის. მიუხედავად ამისა, როგორც როშანის მიმართ, ისე მისი ძმის მიმართ, აღკვეთის საპატიმრო ღონისძიება იქნა შერჩეული, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხმამაღლა, რომ სპეკულაციის ყველანაირ საშუალებას უსპობს ოპონენტს იმასთან დაკავშირებით, თუ ესე ვთქვათ, ხელი შეიძლება თუ არა გამოძიებას. ვერანაირად ვერ შეიძლება ხელი, იმიტომ რომ ადამიანი პატიმრობაშია და შესაბამისად მის მიმართ უნდა საქმე გაარჩიოს. არგუმენტები არის ხმის ფარულობასთან დაკავშირებითაც და ამ ხრივ ყველაზე წონადი არგუმენტი, რაც მოვისმინეთ, არის საიასი, რომელიც აცხადებს, რომ ქაღალდის ზომა იყო იმდენად თხელი, რომ მეორე მხრიდან შესაძლებელი იყო იდენტიფიცირება ამომრჩევლის ნების. რამდენად შეიძლება რომ ეს იყოს როგორ თქვა, სასამართლოზე წონადი არგუმენტი. მე ამასთან დაკავშირებით არ მაქვს სიმართლე გითხრათ რაღაც ერთ მნიშვნელოვანი აზრი. ერთის მხრივ ხა მართლაც მეორე მხარეს თუ გადადის ქაღალდი, შეიძლება მივიჩნიოთ რომ ეს არის რაიმე ფორმით ხმის ფარულობის დარღვევა. თქვენ როგორი მოსაზრება გექნებოდათ ამაზე? ნახეთ როგორი სიტუაცია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როდესაც ნიმუშები უნდა შერჩეულიყო, მათ შორის გრამაჟზე არის თუ დააკვირდით თქვენ საუბარი, გრამაჟი ანუ კუთრი წონა, აი ამ ქაღალდის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გარკვეული, ასე ვთქვათ, ფარულობის დაცვაც, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს ქაღალდი შემდგომში იდებოდა პაპკაში და პაპკიდან ხდებოდა მისი შეცურება ელექტრონული მართვის სისტემაში, რომელიც ლიფტის პრინციპით ისრუტავდა მას და შედიოდა ეს ფურცელი. აი ამ შესვლის მომენტში ხა რაღაც წამის ალბათ მიათეთში თუ ვინმე გაარჩევდა, ესე იგი, რომელი რგოლი იყო შიგნიდან შემოხაზული. თან უკანა მხრიდან. ხო, თან უკანა მხრიდან, კი ბატონო. მაგრამ ძირითადად სპეკულირება მიმდინარეობდა სატესტო ფურცელთან დაკავშირებით შავ წერტილზე, რომელსაც წინასწარ გაფერადებინებენ იმისთვის, რომ შენ დარწმუნდე, რომ შენს მიერ გამოყენებული საწერი კალამი და მასთან დაკავშირებული ფურცელი, რომელიც უნდა შეეხოს საწერი კალამი, რასაც უნდა შეეხოს საწერი კალამი, არის შენს მიერ გატესტილი. რომ შენ შემდგომში პრეტენზია ამასთან დაკავშირებით არ გექნება. ეს ადვილად საჩვენებელი შავი წერტილი იყო და მე დავინახე ძალიან ბევრ კადრში ამ შავ წერტილსაც ჩვენურად იყენებდნენ რაღაცა გარკვეული არგუმენტირებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა არავითარი გამართლება არ ექნება, თუ კი ასე ვთქვათ, რაღაცა შესაბამისი ფაქტურა იძლევა შესაძლებლობას, რომ იდენტიფიცირება მოხდეს შემოხაზული რგოლისა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე მსჯელობის დროს მიღებული გადაწყვეტილების ავტორები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. დიახ, მათ შეარჩიეს გრამაჟი, მათ შეარჩიეს ფურცლები, მათ შეარჩიეს ფლომასტერები, მარკერები და ყველა ის აქსესუარები, რომელიც ჭირდებოდა, ასე ვთქვათ, იდენტიფიცირებისთვის საჭირო მომზადების პერიოდს და შესაბამისად რაიმე ტიპის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ერთი შეარჩიეს და სხვა რამე დაუდეს და დაუდეს იმიტომ, რომ შემდგომში იდენტიფიცირების გზით მომხდარიყო არჩევნებზე მისული ადამიანების მიერ მიცემული ხმის კონტროლი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან თითიდან გამოწვეული საკითხი, იმიტომ რომ საუბარი რომ ყოფილიყო იმაზე, რომ ეს მათ ზუგს უკან მომხდარიყო და ეს ფურცლები, პასტები, ფანქრები თუ ფლომასტერები შერჩეულიყო მათინების გარეშე, მაშინ კი ბატონო, ძალიან ბევრი იქნებოდა სალაპარაკო. ამას ეხლა რა ვიცი, ეს ისეთი ტიპის დარღვევაა, რომ მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა, ხო? ეგ ყველგან ათასობით უბანზე ამ ფორმით განხორციელდა ხმის მიცემა, 8 საათზე რაზე იმობ. საიას რომ მეტი არაფერი დარჩენია და ფარლობის საკითხთან დაკავშირებით ეს არგუმენტი მოაქვს და საერთოდ ახმას არიღებს როგორც ჩემფასებელი, ხო? მთავარი იურიდიული ექსპერტია ქვეყანაში, არა, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. და ისფედი, ანუ სამართლიანი არჩევნები ორგანიზაცია რა, რომელსაც დათვალა პარალელურ დათვლის ხმები და არ აქვეყნებს ცოცხალი თავით რა. ის რომ არის, რა ქვია, თუმცა განცხადება ჰქონდა და აი შუაში გააპარეს ქვია მაგ განცხადებას, რომ ემთხვევა ცესკოს მონაცემებს, მაგრამ არ აქვეყნებენ თვითონ ხო, თან როგორი მომენტია, იცით რომ პარალელურ დათვლის შედეგები ეს არ ნიშნავს მარტო ხმების დათვლის პარალელურ, ასე ვთქვათ, მიმდინარეობას და მათი შედეგების არსებობას. აქ არის სხვა დარღვევებზეც ლაპარაკი, რომელიც იწერება, რომელთან დაკავშირებითაც მას აქვს სრული ვალდებულება რომ ესე იგი გადასცეს შესაბამის ორგანოებს მით უმეტეს, როდესაც ორგანოები იძიებენ საკითხს გამომდინარე იქიდან რომ საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირ თხოვენ და გვალდებულებენ რომ დავიწყოთ გამოძიება. და გამოძიება თუ უკვე უნდა დაწყებული იყოს და დაწყებულიც არის და ისვეც ეუბნებიან რომ მობრძანდით ბატონო და მოიტანეთ თქვენი პარალელური ხმების შედეგები და შევადაროთ. იცით რას ამბობს ნინო დუმბაძე? დოლიძე. ესე იგი ყურებს არ დაუჯერე ორჯერ გადავახვიე დღეს და უყურე რა რომ ესო შესაბამისობაში არისო და შესაბამისად ჩვენო ამაზე კი არ ვამახვილებთ ყურადღებას რაც შესაბამისობაში არისო არამედ რაც არ არის შესაბამისობაშიო და მე აღმოჩნდაო ამ ხმების მიღების შემდგომო აი ის არისო ჩვენთვის რომ თავარიო ანუ ფაქტიურად რას ამბობს რომ ერთი ხმა ერთი ამომრჩეველი რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმის საბოლოო დათვლის შედეგების მიხედვით აქვეყნებს ამაში ეთანხმება ისვედი რომ ერთი ხმა არის ერთი ამომრჩეველი, იმიტომ რომ თუ კი ერთი ადამიანი არის 3 ხმა, ან 4 ან 5 ან 10 ხმა, მაშინ მასაც ხომ უნდა ქონოდა აცდენილი, ანუ ეს ბალანსი ხო არ უნდა ჩდებოდეს. ნინო დუმბაძის თუ დოლიძის მიერ მიღებული ბალანსი არ უნდა ემთხვეოდეს, არ უნდა ჩდებოდეს ბალანსში, არ უნდა მოდიოდეს მისი დათვლის შედეგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან რა. ეს იცის მან. და როგორც პოზიტიური, ასე თქვა, ტვირთი მტკიცებულებისა, არ უნდა რომ გაუზიაროს, ესე იგი, სახელმწიფოს და ხალხს და ეხლა მე და თქვენ რომ მსჯელობთ ამაზე, ხო, სტუდიაში ხმამაღლა. ეს ხალხიც ხომ ძალიან კარგად ფლობს ამ ინფორმაციას, არა? ეს ინფორმაცია ხო მათი ელექტორატისთვისაც ცნობილი ხდება საბოლოო ჯამში და რა გამოდის? რომ მათი мотивация, რომ რაიმე ტიპის რევოლუციური პროცესის ხელშემწყობები გახდნენ და დაღუპონ თავის მომავალი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით არაფრისთვის, უბრალოდ მათ არ უღირთ ამის გაკეთება. მათ ურჩევნიათ, ბუნებრივია, რომ ის 44%, რომელიც უწერიათ მათ, ეს იქნეს რეალიზებული, შევიდნენ პარლამენტში და პარლამენტში მართონ გარკვეული პოლიტიკური პროცესი, როგორც შიგნით, ისე გარეთ. აქ ორი აზრი არ არის, რომ ნებისმიერი რაც არ უნდა რადიკალურად განწყობილი ადამიანი იყოს, როდესაც ის აწყდება ფაქტებს, რომ მტკიცებულებებს უჭირს, რომ ვარაუდი გონივრულ მიღმა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რომ ის არ არის არც პირდაპირ მტკიცებულება და არც ირიბი მტკიცებულება, ვარაუდია ვარაუდისთვის, რომელსაც ქოთანს რომ მოაბავენ ხოლმე ყურს, ხან იქიდან მოაბავენ, ხან აქედან მოაბავენ, ხან ინგა გრიგოლიასთან შეიცხადებენ, ხან ჟიჟილაშვილთან შეიცხადებენ, ხან თარგამაძესთან შეიცხადებენ, ხან პრეზიდენტთან შეიცხადებენ ყველა ერთად, მაგრამ ადამიანებზე არ მოქმედებს ეს. აი გეგელია მე მგონი სუპერ ტვინები მუშაობთ, საუკეთესო ტვინები და ხო და კაი პასუხი მიიღო პრემიერისგან დღეს, ესე იგი
მე კიდევ უფრო ტოპ ტვინები და ტოპ ისინი, რა ქვია, მრჩევლები ტოპ ტვინებისთვის არა. ირჩევენ როგორც უნდა მოიქცეთო. ბატონ დიმიტრი, გადავიდეთ უშუალოდ არჩევნების შედეგების პოლიტიკური ნაწილი ალბათ ამ შემთხვევაში ჩვენი მაყურებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. რა ბედი ეწევა იმ დაპირებებს, რა დაპირებებიც ქართულმა ოცნებამ გასცა წინა საარჩევნოდ. სხვა შორის ქონდა მამუკა მდინარაძეს ესეთი განცხადება, რომ 170,000 ახალი ხმა მივიღეთო, ანუ წინა არჩევნებზე რომ არ მიგვიღია, იმაზე მეტი 170,000 ხმა. ეს ნიშნავს, რომ მართლმა გუნდმა ახალი ამომრჩევლები შეიძინა ამ საარჩევნო პერიოდში, ნაცვლად იმისა, რომ დაეკარგა. ეს ვინ არის ეს ხალხი თქვენი აზრით პირველ რიგში, ვინც წინა არჩევნებზე არ მისცა საქართველოს ოცნებას ხმა, მაგრამ ეხლა ამ არჩევნებზე დაუჭირა მხარი და ხომ არ ელოდება ამ იმედგაცრუება თქვენი აზრით იმ მოლოდინებს, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში. ნახეთ როგორი ვითარება. ეს გახარია გავიხსენოთ. გახარია ძალიან საინტერესო ტრეიფობს, ესე იგი, ოცნებასა და დანარჩენ ოპოზიციას შორის. თუმცა რაღაც გარკვეული ჩემი აზრით, ესე იგი, ლაფსუსებიც მოსდის ხოლმე პროგნოზებთან დაკავშირებით. მაგალითად ის ამბობდა არჩევნებამდე, რომ 2021 წლამდეო, ვინც არ აძლევდაო ხმას ოცნებასო, მანახეთ ერთი ადამიანი, რომელიც ეხლა აპირებსო, რომ ოცნებას ხმა მისცესო, ხო? ესე იგი, ორი ფაქტორი გამორჩა გახარიას ამ შემთხვევაში. ერთი, რომ мотиваცია იყო განსაკუთრებული ისეთი როგორც არასდროს, იმიტომ რომ პრიორიტეტი კეთდებოდა არა ოცნების როგორც პარტიის სასარგებლოდ, არამედ კეთდებოდა იმ მომავალი გეოსტრატეგიიდან გამომდინარე და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც საქართველოს ჭირდებოდა მხარდაჭერა. დიახ, ოცნებისადმი მხარდაჭერას ბევრი ადამიანი აცნობიერებდა როგორც სახელმწიფოს შემდგომი განვითარების უპირობო მხარდაჭერის შესაძლებლობას და ამიტომ მიდიოდა არჩევნებზე. მე მაგალითად არასდროს ოცნებისთვის მხარი არ დამიჭერია არც ერთ არჩევნებზე. თავად გახდით პასიური საარჩევნო უფლებით მოსარგებლე, ვიყავი თბილისის მერობის კანდიდატი, ვიყავი საარჩევნო, ასე ვთქვათ, სისტემაში ჩართული სხვადასხვა პოლიტიკური ძალებიდან, მაგრამ არ დამიჭერია არასდროს და არც ის მქონდა შინაგანად განცდა იმისა, რომ როდისმე დადგებოდა ეგრე რომ ხარს დაუჭერდი, მაგრამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩემთვის იყო ზუსტად იმ мотиваციის ქვეშ მყოფი, ჩემი მხრიდან მხარდაჭერის თვალსაზრისით, რაზეც გესაუბრეთ და მეც და მთელმა ჩემმა ოჯახმაც მხარი დაუჭირეთ. რის თქმა მინდა, ნახეთ, პირველი რომ საუბარი რომ ვინც არ აძლევდა ოცნებას მხარს 2021 წლამდე და ის არ მიცემდა ხმას ეხლაც აღმოჩნდა ტყუილი. და ასე ვთქვათ, მცდარი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, იმიტომ რომ თქვენ სწორად ბრძანეთ. მე მაქვს სხვა ციფრი 194,000, არა 170,000, 194,000 ან 200,000-მდე ადამიანით მეტმა მიცა მხარი, დაუჭირა მხარი ქართულ ოცნებას, ვიდრე მას როდისმე მხარს უჭერდნენ. ხოლო გაერთიანებულ ოპოზიციას ერთად აღებულს 53,000 ხმით მეტი ერგო. მეტი ერგო. არა, ამათაც პროპორციულად მეტი ერგოთ, მაგრამ იმათ გაცილებით მეტი ერგოთ. ესე იგი, რა სარეზერვო სკივრიდან მოხდა ამ ხმების რეალიზაცია, მოდი აქედან დავიწყოთ. ეს არის სწორედ ის 56%, თუ კი გადავხედათ 2016-2020 წლის არჩევნებს, დავინახავთ, რომ 56% მთლიანი ელექტორატისა არის პასიურ მდგომარეობაში. არ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, ელოდა მისთვის სასარგებლო გარკვეული პოლიტიკური კონგლომერატის შექმნას, რომელსაც იგი მხარს დაუჭერდა და ნდობას გამოუცხადებდა. ასეთი ნდობის გამოცხადების საბოლოო ასე ვთქვათ, ინსტანცია არ არის ქართული ოცნება, ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ეს არის გარდამავალი ეტაპი იმისთვის, რომ აღსრულდეს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებები იმის ფარგლებში, რისი აღსრულებაც ეხლა იქნება შესაძლებელი, ხოლო როდესაც აღსრულდება მაგალითად დენაციფიკაციის პროცესი, მე ვერ გეტყვით წინასწარ რამდენი ადამიანი დაკარგავს მანდატს დღევანდელ საქართველოს პარლამენტში. ეს პარლამენტი შემდგარია. ისინი მანდატებს დახევენ თუ არ დახევენ, მათი უფლებამოსილება ცნობილი იქნება. მაგრამ აქ უბედურება მათთვის არის ის, რომ ბევრი მათგანი აი ამ ცნობის მერე დაკარგავს მართლა მანდატს უკვე სასამართლოს ძალით, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქე და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის შესაბამისი მუხლის გამოყენებით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, როგორც კონტროლის ორგანო, ის არ არის მართლმსაჯულების ორგანო, მიიღებს ერთ შესაბამის სწორ და ობიექტურ გადაწყვეტილებას და გაანულებს იმ პარტიას, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს დანაშაული ჩადენილი. იღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ვინმეს ეჭვიეპარება, რომ თუ კი 2006 წლიდან მოყოლებული არსებული დაფიქსირებული ადამიანის წამების, მათი ქონების ხელყოფის, მათი უკანონო, ასე ვთქვათ,
პატიმრობის და ასე შემდეგ უამრავი, ხო, როცა ყოველი მესამე იყო პატიმარი, როცა ყოველ მესამეს ჰქონდა რაღაც ნასამართლეობა და გამამართლებელი განაჩენები იყო 0.18%, რომ აი ამ პირობებში ასეთი ისტორიული მეხსიერების, ახლო მეხსიერების გახსნა შესაძლებელი იქნება. გასაგებია, რომ კოჰაბიტაცია არ იძლეოდა ამის საშუალებას. მაგრამ უკრაინის მოვლენებიც არ არსებობდა მაშინ. რაიმე ისეთი ბიძგის მიმცემი გეოპოლიტიკური გადატვირთვის რაღაც ახალი შესაძლებლობის ფაქტის წინაშე არ იდგა კაცობრიობა და დღეს დადგა კაცობრიობა ამ ფაქტის წინაშე. ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ ყაზანში ჩატარებული ბრიქსის ქვეყნების თქვათ ფორუმმა ახალი დასაბამი მისცა ფორმატირებას მსოფლიო ექსპოლარული წესრიგის მედიაში წერდნენ ამასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის იზოლაციის მიტი დაიმსხვრა და სწორედ ბრიქსის სამინძე იყო იქ ყურადღება გამახვილებული, მოხსენებული იყო როგორც რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი და რომ ამან რაღაც ახალი სიტყვა უნდა დაწეროს საერთაშორისო ურთიერთობებში. ეთანხმებით თქვენ ამ მოსაზრებას? რა თქმა უნდა, ვეთანხმები და ამის მტკიცებულებაა ის, რომ აი მალტაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ფორუმი იმართება, რომელშიც რუსეთი იქნა მიწვეული და ლავროვმა პირველად მიიღო უკრაინაში დაწყებული მოვლენების შემდგომ, ესე იგი მოსაწვევი ამ ფორუმში მონაწილეობის მიღებისა. ძალიან კარგად ხვდება ყველა, რომ ერთპოლარული მსოფლიო მთავრდება, იწყება ახალი წესრიგი, ახალი მსოფლიო წესრიგი, ახალი გადაფორმატირება, ასე ვთქვათ, აი ამ მსოფლიო წესრიგისგან გამომდინარე და საქართველოს უნდა ჰპოვოს თავისი ადგილი. ჩვენ შორს ვართ ახლა იმ აზრისგან, რომ აქ საქართველოს ხვალ ბრიქსში უნდა დააგაგუნოს, ან შოსის წევრი უნდა გახდეს, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან ნიშანდობლივი აღენიშნოს, რომ 3+3 ფორმატი არის ბრიქსის მასშტაბის თავისი ახალი პოლიტიკური აზროვნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ 3+3-მა უნდა აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უნდა გახსნას 8 ბლოკირებული დერეფანი და უნდა უზრუნველყოს გლობალური ჩრდილოეთის კავშირი გლობალურ სამხრეთთან და რაც გახდება, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი აქტი იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება ყველას ინტერესი. ეს არ იქნება კომპრომისი საქართველოსთვის და საერთოდ არ არსებობენ კეთილი ვიზიები პოლიტიკაში და არ არსებობენ მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები და დღეს ეს ინტერესები გადის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. გასაგებია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აი ამ რეგიონში თქვათ ჩინეთის დომინაცია არის შეერთებული შტატებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი გეოპოლიტიკური მოცემულობა და ის თავისი ადეპტების საშუალებით, აი ამ 4 ცხენის საშუალებით, რომლებიც შემმული ყავს აი ამ მარხილში, რომელსაც ასე ვთქვათ, საქართველოს პრეზიდენტი დაუყენეს ზედამხედველ მთავარ მედიატორ ფასილიტატორად, არ გაუშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ შეაფერხოს ეს პროცესები, არა, საქართველოს სუვერენიტეტის ზრდი ხარისხის ზრდის პროცესები. თუმცა 3+3 ფორმატში საქართველოს არ მივიდა ამ ეტაპზე. ჯერ მონაწილეობა გაქვთ, მოლოდინი რო შეიცვლება. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფაშინიანიც კი, რომელიც არის ამზადებს დასავლეთისთვის პლაცდარმს თავის ქვეყანაში, ისიც კი ვერ გაურბის აუცილებლობას 3+3 ფორმატში მონაწილეობის მიღებისა. ვინაიდან ამ შემთხვევაში იგივე ზანგეზურის დერეფნის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სომხეთის გვერდის ავლით. ელემენტარულად და იქ სადაც შენ არ იღებ მონაწილეობას და შენზე მიდის საუბარი, იქ შეიძლება შენ უბრალოდ დარჩე აფსაიდში და შენს მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილება. რისი საფრთხე საქართველოსთან მიმართებაშიც ნეგატიურ კონტექსტში თუ მიმსჯელებთ, არსებობს. მაგრამ ჩვენ ნეგატიურ კონტექსტში მსჯელობა არ გვიწევს ახლა ამ ეტაპზე, იმიტომ რომ საქართველოს როლი და მნიშვნელობა გამოიკვეთა რა შუა დერეფნის პროცესში მონაწილეობის მიღების შედეგებიდან გამომდინარე, როცა სამხრეთი დერეფანი, რომელიც არის ალტერნატივა ჩრდილოეთის დერეფნისა, არამც თუ რეალობად იქცა და ბევრს მითი ეგონა, მაგალითად 15-20 წლის წინ სამხრეთი დერეფანი იყო მითი. იმიტომ რომ ჩინეთიდან ყველა ტვირთების წარმატება უნდა ყოფილიყო რუსეთისა და უკრაინის გავლით ევროპის კონტინენტზე, რა, ევროპაში. და დღეს უკვე საქართველოს ატარებს ამ ტვირთებს არა მხოლოდ ევროპის მიმართულებით, არამედ ცოტა ხანში გაატარებს აფრიკის კონტინენტის მიმართულებით, როდესაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამოქმედდება და კონტეინერული გადაზიდვები მრავალმილიონიანი ტონაჟის გადაზიდვები ჩინეთიდან პირდაპირ პოვებს ასახვას ესე იგი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი დაპირება შეგვიძლია დავარქვათ ამას, ან აი პასაჟი რაც იყო ამ წინასაარჩევნო პერიოდში და რაც პირადად ბიძინა ივანიშვილის პირით გაჟღერდა არაერთხელ, ეს შეეხება 2008 წლის მოვლენების გამოძიებას და ამ ხრივ შედეგის დადებას. იყო საუბარი იმაზეც, რომ მათ შორის აი ამ პროცესების შემდეგ ჩვენ გვეყოფა იმისი ძალა, რომ მოძმე ოს ხალხს მოუხადოთ ბოდიში, რასაც მოყვა
პირდაპირ ქსენოფობიური კამპანია მეორე მხრიდან და ასევე იყო ასეთი მოსაზრებების გამოთქმული, რომ ეს არის ატყუარა ქართული ოცნების მხრიდან არჩევნების შემდეგ ამ თემას არავინ გაიხსენებს. Როგორ ფიქრობთ, აი ეს გეოპოლიტიკური ვითარება, რაზეც თქვენ საუბრობთ, რაც თქვენ თქვით, რომ ჩვენთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნუ აი ამ პრობლემის მოგვარება, ყოველ შემთხვევაში ეს არის უკვე რაღაც გეოპოლიტიკური ლოგიკის პროდუქტი და არა ის, რომ მხოლოდ ჩვენ გვინდა ეს ამის გაკეთება. Ფიქრობთ, რომ ეს თემა კვლავ შეიძენს აქტუალობას და ამ მიმართულებით რაიმე სიახლეს უნდა ველოდოთ? რა თქმა უნდა, სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, ერთი სტატისტიკური მონაცემის მინდა გითხრათ, კი ბატონო, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო, ესე იგი 1,120,000 ხმა, რაც არის 900,000 ხმით მეტი, ვიდრე მეორე ადგილზე გასული სუბიექტის მიერ მიღებული ხმებია. ეს არის უზარმაზარი განსხვავება. ამას ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მშვენივრად აცნობიერებენ, იმიტომ არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩქარობს გაყალბებული უწოდოს ამარჩევნებს და ელოდება რაღაც ეფემერულ საგამოძიებო მოქმედებებს. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება აქვს, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ჩვენ ტერიტორიული იურისდიქციის ფარგლებში მხოლოდ მას აქვს უფლება, რომ აწარმოოს ასეთ ტიპის გამოძიება და ნებისმიერ შემთხვევაში გენერალური პროკურატურის მოწოდება წარადგინო მტკიცებულებები, რომელიც უკავშირდება არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას, უნდა იქნეს და შესრულებული. არ შესრულება ნიშნავს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდგომ მოქმედებებს და თუ კი ზოგს გონია, რომ ცრუდასმენა არ არის ის, როდესაც ტოტალური გაყალბების დადანაშაულების გზით ეწევი საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. აი ცოტა ხანში ნახავენ და მე ვეთანხმები დღეს ბრიფინგზე იყო მდინარაძე გამოსული და გააკეთა განცხადება, რომ კატამ თაგვმა თხარა კატა გამოთხარაო, ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ აქეთ შევატრიალებთ კითხვებსო და ძალიან ბევრი მტკიცებულებაა სისტემური გაყალბების იმ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც ესა თუ ის პირი, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერი უნდა ყოფილიყო, ხდებოდა განკვირვებლად სადღაცა თბილისელი სამტრედიაში და სამტრედელი მარნეულში და მარნეულელი სვანეთში და ასე შემდეგ, ხო? ნუ ეხლა ამას შორს არ წავალ, დაუბრუნდეთ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ეს არის განსაკუთრებული ამბავი მთელი ქვეყნისთვის. ის რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებით ადვილია манипуლირება და ტვინების გამორეცხვა და ახალგაზრდებზე ზეგავლენის მოპოვება ფსევდოპატრიოტული გრძნობების გაღვივებით ეს უკვე ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეროვნულ დონეზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისთვის სამართლებრივი შეფასების არ მიცემა არის დანაშაული. ამაზე მე ბევრჯერ მithქვამს, გახდით 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრი, უშუალოდ ვიკვლევდი ჟენევის კონვენციის დამატებითი პროტოკოლის იმ ვალდებულებებს, რომელსაც საქართველოს შეერთებული 2005 წლიდან და რომელიდან არც ერთი არ შესრულებულა მოქალაქეების ევაკუაციით დაწყებული და დამთავრებული შუქშენებითი სამუშაოებით, გაგრძელებული თავშესაფრებით, 407 თავშესაფარი მიშა სააკაშვილმა გაყიდა თბილისში, გიგი უგულავასთან ერთად, 407 თავშესაფარი სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი, ხო, როდესაც არის ბომბარდირება 1,5 მილიონიანი ქალაქის ვიღაცამ თავი უნდა შეაფაროს სპეციალურ თავშესაფრებში, არა, აი სპეციალური თავშესაფრები იქნა პრივატიზირებული და გაყიდული. და ბენდუკიძის მიერ ჩატარებული რეფორმა, რომელმაც საქართველოს გამოაცალა, ყველა დიდ ქალაქს გამოაცალა სტრატეგიული მარაგები და რეზერვები იმ პროდუქციისა, რომელიც ხარმა გაყინვის წესით ინახებოდა ხოლმე და ასეთი ქონდა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც გაყიდა და კეზერაშვილმა შემდგომში დაანაწილა და ესე ნაწილ-ნაწილ გაყიდა ყველაფერი. ცალკე საკითხი კეზერაშვილს შევეხეთ. თავდაცვის სამინისტრო, მისი მოქმედებები და თავდაცვის მინისტრი, რომელიც როგორც დეკლარანტი, საჯარო პირი, საჯარო თანაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ახდენდა დეკლარირებას მისი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, როცა ფინანსური პოლიციის შეფი გახდა და ატყავებდა ბიზნესმენებს, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით იბარებდნენ და ემუქრებოდნენ. სხვა შორის კობა დავითაშვილის მათი ნაცემია ფინანსური პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმისა. დიახ, 7 ნოემბერს ელიავას ბაზრობაზე და მის უკან დგას კეზერაშვილის ვთქვათ ფაქტორი, იმიტომ რომ კეზერაშვილის ნების გარეშე ვერც ერთი ვერ გაბედავდა რომ წასულიყვნენ და ეს სპეცოპერაცია ჩაეტარებინათ და რაც მთავარია ესე იგი რა, დეკლარანტი რომელიც რაღაცა ერთ ნომინალურ ბინას უთითებს თავისი მშობლების და საერთოდ არავითარი ქონებრივი სტატუსი არ გააჩნია და საქართველოს პარლამენტის ასე ვთქვათ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მერე როდესაც მისი თანამდებობა არის თავდაცვის მინისტრი ის ხდება ოფიციალური მილიარდერი რომელსაც გააქვს ოფშორებში შემდგომში ეს
ფინანსური აქტივები და შემდგომში იქიდან ახდენს უკვე პოლიტიკური სისტემის აი აქ ფინანსირებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ცალკე მსჯელობის საგანი უნდა იყოს. თქვენ იცით რომ 2015-ში ის დააკავეს ცენტრალური საკითხი ალბათ ერთ-ერთი. ძებნილი იყო 24 მილიონის გაფლანგვაზე, ძებნილი იყო და სამწუხაროდ საფრანგეთის საექსტრადაციო სასამართლომ ვერ მოახდინა მისი ექსტრადირება საქართველოში, იმიტომ რომ აი აქ საქართველოსდან მოახდინეს ფალსიფიცირება იმ პირებმა, რომლებიც დღესაც დასაქმებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. მე ძალიან ბევრჯერ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიწოდებული ქართული საზოგადოებისთვის და იმედია რომ სწორედ ეს არჩევნები არის სწორედ ის ეპოქალური არჩევნები, როდესაც ყველა საეჭვო სუბიექტი, რომელთანაც არის დაკავშირებული სისხლიანი რეჟიმის არსებობა, როგორც წარსულში, ისე დღეს იქნება ასე ვთქვათ შეცვლილი და ყველაფერს დაერთმევა თავისი კონტექსტში მექნება ბატონ დიმიტრი შეკითხვა, რატომ გაქვთ განცდა რომ ამჯერად მართლაც დაიწყება აი ეს პროცესი, რასაც ქვია, რასაც ვეძახდით სამართლიანობის აღდგენას, რასაც ვეძახდით ნაც რეჟიმის გასამართლებას. ეს ხო არ არის ახალი თემა ჩვენთვის. გასაგებია რომ ამ არჩევნების შემდეგ და ამ პერიოდში ძალიან არის მართლა შეცვლილი ვითარება და ზუსტად ამაგვიბიძგა ალბათ საზოგადოების ნაწილს, რომ ამ საკითხში კიდევ ერთხელ გამოგვეცხადებინა ხელისუფლებისთვის ნდობა, მაგრამ მაინც აი რა გვაძლევს ამ იმედის საფუძველს, ეს ხომ საინტერესოა. მე მაქვს ამაზე ერთგვარად ჩემი მოსაზრება, მე მახსენდება აი ბიზნა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობს ასეთ რამეს, როდესაც ყველანი ველოდებოდით აქ, რომ აი მეორე დღეს 27-დან დაიწყება აქ არეულობა, ბიზნა ივანიშვილი ასეთ რამეს ამბობს, რომ 27-ში არაფერი არ მოხდებაო, გარწმუნებთ, უბრალოდ გავა შემდეგ ერთი თვე, ორი თვე კიდე მოვა 27, სხვა 27 და აი ხორავას ქუჩის ტრაგედიის მსგავსი შემთხვევა შეიძლება მოხდეს და ამაზე ააგდონ ასე ვთქვათ საზოგადოება, ამაზე ააგდონ რევოლუციური მუხტი, ამას მოხდა შემდეგ ქვეყნის გადატრიალება. მე ასეთი მოსაზრება მაქვს, ვინაიდან და რადგანაც ამ ადამიანს ამდენი ესმის, ამდენს მიხვდა, ამხელა ანალიზი აქვს გაკეთებული, ის ალბათ იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ აგენტურის ეხლა დაუჟელა დატოვება ნიშნავს აი საკუთარ თავზე დამოკლეს מחვილებით მუდმივად დატოვო საფრთხე, რომ აი მართლა ფეხი არ გადაუბრუნდეს ვიღაცას ქუჩაში და ამაზე არ მოხდეს შემდეგ ამბავი. ჩემი აზრით ამ საჭიროებას უნდა ხედავდეს ქართული ოცნება ძალიან მკაფიოდ და მე პირადად აი ასეთი იმედის საფუძველს, რომ მართლაც დაიწყება რაღაც რეალური ნაბიჯების გადადგმა, ამ ნაწილში ვხედავ. აი თქვენი მოსაზრება იქნება ამ მხრივ საინტერესო. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით. მე შტაბეჭდილება დამრჩა, რომ ნაწილობრივ თქვენვე კითხვას თქვენვე გაეცით პასუხი, იმ კუთხით, რომ სწორი არგუმენტი მოიშველიეთ ლოგიკის თვალსაზრისით. მეც დავამატებდი ამ ინტერვიუდან საინტერესო პასაჟი იყო ის, როდესაც მან თქვა, რომ ეხლა არის არჩევანი ცუდსა და კარგ შორის, ხოლო შემდგომში იქნება კარგსა და საუკეთესო შორის. საუკეთესოში იგულისხმება თუ არა ის ჯერ არ ფორმირებული გარკვეული კონგლომერატი, რომლის ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლის გარკვეული მოლოდინები ყოველთვის იყო და იქნება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ესეთი კონგლომერატი აუცილებლად შედგება, რომელიც თავისი არსით იქნება გამომხატველი სწორედ იმ 56%-ის მომლოდინე რეჟიმში მყოფი მოსახლეობისა და მოსახლეობის იმედების გამართლებისა, რასაც სამწუხაროდ დღემდე არ დაადგა საშველი. ქართული ოცნება, მე კიდევ ერთხელ მინდა განმარტო, ქართული ოცნება არ არის ჩვენი ნომინალური არჩევანი, იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი ქართულ ოცნებას ესე იგი მიმართ გამოვხატავთ 100%-იან ნდობას. როგორც პოლიტიკური პარტიისა. მე მგონი თავად ივანიშვილიც ძალიან შეეცადა რომ ყოფილიყო გულწრფელი, როდესაც თქვა ორი მნიშვნელოვანი რამ. ერთი ის რომ საკუთარი გვარის და სახელის ხსენებითაც დავიღალიო და მეორე ის რომ ეს ოცნება წელში ამოუვიდა ხალხში. რას ნიშნავს ეს ოცნება ყელში ამოუვიდა ხალხს, ამას ამბობ, ესე იგი არჩევნებამდე 3 დღით ადრე. ესე იგი რატომ გინდა რომ ასეთი გულწრფელი იყო, რისი დაანახება გინდა საზოგადოებისთვის? აი ამის მთქმელს რა გინდა რომ დაანახო? აი სწორედ ის უნდა დაანახოს, რომ ეს არის ტექნიკური ინსტრუმენტი, საშუალება იმისა, რომ დაიძლიოს ეს ბოროტება, მოხდეს მე მისი სრული განეიტრალება, დასრულდეს პოლარიზაცია ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, არა ეროვნული თანხმობის და ბანდიტებთან და კაცის მკვლელებთან და კაცის გამაუპატიურებლებთან ზავის დადების გზით და შერიგებისა და მათთან ერთსულოვნების გზით, ხო, ეს ბილდს არ შევეკვრით ზავითაო არა, ეს მომენტი არა, არამედ ის რომ ის ტექნიკური ხელისუფლება ხდება, ტექნიკური მთავრობა და ტექნიკური პარლამენტი დავარქვათ, რომელიც თავის თავზე იღებს განაჩენის, განჩინების, აღსრულების მთავარ ფუნქციას, მას კანონის ძალით ასრულებს და შემდგომში ნიშნავს და არ მინდა ახლა ისე გამისტროს ენამ რომ რაღაცა
მაინც და მაინც ესე უნდა მოხდეს და რაღაც ექსკლუზივს ფლოპ ჭეშმარიტებისა თუ როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ შემდგომი მისი ლოგიკა რომ უნდა მოხდეს საუკეთესო კარგსა და საუკეთესო შორის უნდა გაგრძელდეს შემდგომი პოლიტიკური პროცესი, სწორედ ნიშნავს იმას, რომ აი ამ პარლამენტს არ ექნება 4 წლიანი უფლებამოსილება, არამედ ექნება სწორედ იმ ტექნიკური მთავრობისა და ტექნიკური პარლამენტის უფლებამოსილება, რომელიც თავის შავ სამუშაოს დაასრულებს, იმ გაგებით რომ სამართლიანად მიუდგება საკითხს იმ პირობის აღსასრულებლად, რაც დადო, დენაციფიკაციას აღასრულებს როგორც პოლიტიკურ პროცესს. აუგზავ დენაციფიკაცია რას ნიშნავს? ის კი არა რომ მარტო პარტიის დისკვალიფიკაცია ხდება, კონკრეტულ სუბიექტებს ეკრძალებათ საჯარო პოლიტიკაში ყოფნა. აი ეს პირები, რომლებიც წლები ადამიანებს ნერვებს უშლიან ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, როდესაც გაუგებარია რაღაც ხო, გაუგებარია. ხო, აი მაგალითად გია ბარამიძე რატომ უნდა იყოს 30 წელი ლიდერის პოზიციაზე ქართულ პოლიტიკაში და რატომ უნდა წერდეს დღის წესრიგს ქართული მომავლისა რა. აი მაგალითად იგივე აფრასიძეების საქმე, რომელიც ერთ-ერთი პირველი სისხლიანი საქმე, როდესაც ეს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი მოვიდა გვახსოვს. ჩვენი დღეების აპოკალიფსი ხო გაქვთ ნანახი ფრენსის ფორდ კოპოლას. აი მარლონ ბრანდო თამაშობს, ძალიან საინტერესო ფილმია, ოსკაროსანი. იქ არის ერთი პასაჟი, როდესაც ვიეტნამის ერთ მიმართულებაზე მეთაური აწევს 13 ვერტმფრენს და დაბომბავს იმ კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილს. აი ზუსტად რაც სიუჟეტიც არის გამოყენებული ამ ფილმში, ზუსტად აი ამ სიუჟეტის გამოყენებით, ამ სიუჟეტით შთაგონებული პირის მიერ იქნა, ასე ვთქვათ, გამოყენებული შესაძლებლობა. სვანეთში 13 ვერტმფრენი გაუშვა, დილის 6-ის ნახევარზე დაეცნენ ოჯახს თავზე, იქ იყო რამოდენიმე არასრულწლოვანი, მცირეწლოვანი ბავშვი და ბეწვზე გადაურჩნენ ისინი. რაკეტები დაუშინეს. მე ნანახი მაგას სააკაშვილი ამბობს. ხო, რატო შევეხი აფრაზიძეების საქმეს? მე ვიცნობ ამ ოჯახს კარგად, მათთან სვანეთშიც ნაყოფი ვარ ოჯახში, ციხეშიც ბევრჯერ მომინახულებია ეს ბიჭები, აქედან ერთი დაიღუპა, მამაც გარდაიცვალა, ცოცხლად დაიწვა ეს ადამიანი, ევგენი აფრასიძე, ხოლო შმაგი და გოჩა გადაურჩნენ აი ამ სახვრალ ხელს და დღეს არიან გარეთ და რამდენად ჩემთვის ცნობილია, მათ მიენიჭათ უკვე დაზარალებული სტატუსი. ეს უკვე ძალიან სერიოზული ამბავია. ესე იგი, რაღა იგი მათ მიენიჭათ დაზარალებული სტატუსი, უნდა ვივარაუდოთ, რომ აი ამ პოლიტიკური ძლიერი რეფორმისა და ცვლილებების ფონზე ასეთი წერტილოვანი საქმეებით წამოყოფს თავს აუცილებლად, რომელიც აი ამ კაცრი კოჰაბიტაციის პირობებში იყო ტაბუ დადებული. ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ არა მხოლოდ აი იმ დღეს ჩაატარეს სპეცოპერაცია, შემდეგ აი მთელი მმართველობის პერიოდში მე მახსოვს ამ ადამიანების მიმართ, როგორ დამოკიდებულებას ნერგავდნენ, რომ არა ეგენი ყაჩაღები იყვნენ, ეგენი დასახოცები იყვნენ და თითქოს აი ისეთ განცდას ტოვებდნენ, რომ აი არც უნდა დაგვენანოს ეგეთი ადამიანები და ამ ოჯახმა გაიარა მართლა ტრაგედია, ხო, ამ ყველაფრით. პატარა კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, შმაგი აფრასიძე ერთ-ერთი დაზარალებული უწესერესი ადამიანი, 3 შვილის მამა, მუშაობდა, ყავდა კამაზი და სვანეთში, მესტიიდან, ბეჩოდან ზუგდიდში ყოველდღიურად დადიოდა. თუ დაკავება უნდათ, ვერ დააკავეს, კაცი ამხელა კამაზით მოძრაობდა წინ და უკან. მარნეს და ვერტმფრენებით უნდა დასხმოდნენ თავს და როგორც ბასილ კალავიშვილის ეკლესია შეუტიეს მთელი მსოფლიოს დასანახად, ვინ რა იცოდა, რომ ის განხეთქილებაში მყოფი სექტა იყო, ვთქვათ, ხო, რაღაც. და დედა ეკლესიას არ წარმოადგენდა მთლიანად, არა, ბასილ კალავიშვილი თავისი მრევლით. საგარეო გაყიდვისთვის, საგარეო მოხმარებისთვის მათ დაარბიეს საქართველოს დედა ეკლესია. კონკრეტული ტაძარი. დიახ და ანახეს რომ ასეთი მაგარი ბიჭები არიან. რასაც ზელენსკი აკეთებს დღეს, ხო? რომ ტაძრებს ხურავს და ეპისკოპოსებს დაძდევენ და აგერ დაჭრეს ჩერნოვცში ეპისკოპოსი და მრევლი სცემეს და საშინელებებს უშვებიან, ხო? იგივე კიევო-პეჩორის ლავრას რამდენჯერ დაემუქრა საბოლოო დახურვა და ასე შემდეგ. ეს სააკაშვილის, ზელენსკის, ქნებოთ იქეთ ფაშინიანის ხელწერა, ეს არის ხელწერა, რომელიც დაკავშირებულია იმ შპარგალკასთან, რომელსაც აი კონკრეტული ქორები დასავლეთში წერენ და თუ არ ახარ შემსრულებელი, თუ ქორი არ ხარ ამ სიტყვის ესე იგი იმ პოლიტიკური მნიშვნელობით, რომ არ ახარ აგრესიულად შემტევი იმ ტრადიციული ღირებულებებისადმი, აბა როგორ შენ LGBT დიქტატურა როგორ უნდა დაამყარო ქვეყანაში, თუ კი არ გაქვს იმისი უნარი, რომ გაარღვიო ეს ტრადიციები და ეს მენტალიტეტი, ასე თქვათ, შეცვალო საეჭვო სოციალური ექსპერიმენტების დაგეგმით და იმიტომ იყო ეს ბანაკები რო იყო, იმიტომ იყო ბუჩქები ნახსენები, იმიტომ იყო უზნეობის ინსტალაცია. ძალიან ელემენტარული. უზნეობის ინსტალაცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რა.
დაწყებული ტრენინგებით, დამთავრებული სკეჩებით, რომელსაც საშინელია ასე ვთქვათ, დაატვირთვა ახალგაზრდებისთვის, გაგრძელებული ნარკოტიკების ასე ვთქვათ, მიმოქცევის ხელმისაწვდომობით და ხელდასაშვებობით, ღამის კლუბებით, ნაჯაურაშვილის ბასიანებით, რომლებიც სინამდვილეში არის პოლიტიკური პლატფორმა, ნეოლიბერალური პლატფორმა, რომელზეც თავმოყრილი ახალგაზრდები ნებისმიერ მომენტში უნდა გამოიყენონ სწორედ ისეთი ტიპის ქუჩის აქციებისთვის, როგორებით ჩვენ არაერთი ვიხილეთ და მე დედის გინება პირდაპირ ეთერში და მე ბოდიშები შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან და ასე შემდეგ, არა, აი სწორედ ამ საერთო სოციალური ექსპერიმენტების სამჭედლოდ უნდა ქცეული იყოს საქართველო. და მადლობა უფალს, მადლობა ღმერთს, მე ვთვლი რომ დიახ ეს არის მისტიკა, უფალი ჩაერია ქართულ რეალობაში და სინამდვილეში და ჩვენ აი ამ სცენარით მოვლენების განვითარებას ამ ეტაპზე გადავრჩით. იმისთვის რომ ბოლომდე მივიყვანოთ ახლა ეს საქმე და შემდგომში რეალური სასურველი პოლიტიკური ძალა შევქმნათ იმ სასურველი პირებით და მე გეტყვით და გაგიმხელთ იმ ამბავს რომ ბატონ ივანიშვილს ბევრჯერ ვარ შეხვედრილი, მასთან პირად საუბარში ადრე გეუბნებით, ადრე 2012 წელს და ვიცი მისი დამოკიდებულება საარჩევნო სისტემის მისთვის სასურველ მოდელთან დაკავშირებით. ეს არის მთლიანად მაჟორიტარული არჩევნები. რატომ? იმიტომ რომ ის კაცი ამბობს და მე მგონი ბევრიც დაეთანხმებოდა ამ შემთხვევაში და მეც მაქვს ეგეთი განწყობა რომ პარლამენტში უნდა იჯდეს ადამიანს ირჩევ. რა თქმა უნდა, პირდაპირ ადამიანს ირჩევ მისი პოლიტიკური საქმიანობისადმი ნდობის დადებითი მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე. ამას განსხვავებული გარემო ჭირდება თვითონ ქვეყანაში. შტატებში ძალიან კარგად. პარლამენტის წევრის მიმართ კითხვა არ უნდა ჩნდებოდეს, ამას პარლამენტში რა უნდა? ხო? რესურსი, შესაძლებლობები, მის მიერ ნაკეთების საქმე მხარდაჭერა, მისი იდეების, მისი თქვათ დამოკიდებულების ქვეყნის მომავალი პოლიტიკური განვითარების კუთხესთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ქმნის საკმარისად საჭირო და ასე ვთქვათ, მას აუცილებელ პირობას იმისას, რომ სწორედ მაჟორიტარული არჩევნების გზით მოხდეს შემდგომი პარლამენტის არჩევა და თუ ეს ტექნიკური პარლამენტი თავის სიტყვას შეასრულებს და მინდა მჯეროდეს რომ შეასრულებს, იმიტომ რომ იმის იქით არაფერი არ დარჩენია, გარდა იმისა, რომ შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ ბუმერანგივით მოუტრიალდება ეს, იმიტომ რომ ეს 44% შევა ეხა პარლამენტში, თენგო. და პარლამენტში შესვლის მომენტიდან აკრიფავენ, ასე ვთქვათ, თავიანთ კინეტიკურ ენერგიას და მოახდენენ კონსოლიდაციას თუ დღეს, ამას რა მნიშვნელობა აქვს, არა? სიტყვა უნდა შესრულდეს. აქედან გამომდინარე, თუ გინდა რომ სრული დემორალიზაცია განიცადოს ძალამ, შენი სიმართლით უნდა იმოქმედო და სიმართლე არის პირობის შესრულება. იმიტომ რომ ამ პირობას ელოდება იმ 2,060,000 არჩევნების საარჩევნო ყუთთან მისული ადამიანების 54%, ნახევარზე მეტი. და მე მგონი ამდენი ადამიანის და 1,120,000 ადამიანის მხარდაჭერის საბოლოო გამოძახილი უნდა იყოს და როგორც იცით, დროში გაწერილი უნდა იყოს ყველაფერი, დროში გაწერილი. ეხლა ამასთან დაკავშირებით მიდოდა მე თქვა, არჩევნების ჩატარება მოხდა 26 ოქტომბერს. კანონში წერია, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა დადგეს არა უგვიანეს 26 დღისა არჩევნების ჩატარების დღიდან. ეს 26 დღე რა საჭიროა? ეს 26 დღე ეთმობა სასამართლო დავების განხილვას, კიდე რაღაცა არის გადასაწყვეტი. ხო, პირველი ინსტანცია, მეორე ინსტანცია, სადმე თუ არის კიდე რაღაცა დავები გადასაწყვეტი და ასე შემდეგ და 26 დღე გამოდის თუ არ ვცდები 22 ნოემბერი. აი 22 ნოემბრიდან იწყება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება. რატომ? იმიტომ რომ 22 ნოემბრიდან ესე წერია კანონში, რომ შემდგომ 10 დღეში უნდა დაინიშნოს უკვე პირველი სხდომა. ხოლო პირველი სხდომის დანიშვნიდან 45 დღე უნდა გავიდეს, რომ დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც აი დეკემბერში უნდა დანიშნულიყო წესით. არ ვიცი ესწრება თუ არა, მე ვფიქრობ, რომ აღარ ესწრება და გადადის იანვარში, მაგრამ ყველა ვარიანტში დეკემბერში პრეზიდენტს გასდის თავისი უფლებამოსილების ვადა. საპრეზიდენტო არჩევნები ინიშნება, როგორც მოგახსენეთ, პირველი საპარლამენტო სხდომის ჩატარებიდან 55 დღეს. 55 დღეს და საარჩევნო სისტემას ამ შემთხვევაში ქმნის როგორც პარლამენტის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დეპუტაციის ერთიანი გუნდი, საარჩევნო კოლეგიად წოდებული 300 ხმოსანი. და ირჩევა ერთი პრეზიდენტი, აირჩევა, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი წესით და ძალიან სწრაფად აირჩევა პრეზიდენტი, რომელიც არის ნეიტრალური არბიტრი, მას არ გააჩნია განსაკუთრებული ძალმოსილება, მაგრამ სამაგიეროდ გააჩნია ესე იგი სტატუსი იყოს მთავარი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკაში ქვეყნის. პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული, ასე ვთქვათ, გეგმით. და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ფიგურა
იქნება ძალიან საინტერესო ვაჭრობის საგანი. რატომ? იმიტომ რომ ეს ფიგურა შეიძლება სულაც არ იყოს ის, ვისი მოლოდინიც არსებობს და შეიძლება იყოს ის ვის მიმართაც შეიძლება გამოიხატოს ორმაგი მხარდაჭერა როგორც დასავლეთში, ისევე აღმოსავლეთშიც. არსებობს ასეთი ადამიანი საქართველოში. კი, არსებობენ ესეთი ადამიანებიც, რომლებსაც მხარდაჭერა ექნებათ როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში და ესეც იქნება იმ გლობალური დიდი, ასე ვთქვათ, პროცესის დამადასტურებელი ბეჭედი იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერასაც ექნება. დიდი მადლობა, ბატონო დიმიტრი, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და მადლობა თქვენ. ცოტა არ იყოს აი ესე ინტრიგის დატოვებისთვის კიდევ ბევრ საკითხში, ასე რომ ველოდებით საინტერესო. ნამდვილად არსებობს ესეთი მოლოდინი. თორემ ლეგიტიმაცია ჭირდება ქართულ ოცნებას გარკვეული სტატუსით, გარკვეული დოზით, უბრალოდ ამ ლეგიტიმაციისთვის შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ისეთი პირი აღმოჩნდეს, რომელსაც თანაბარი თუ არა ყოველ შემთხვევაში გარკვეული ლეგიტიმაცია მხარდაჭერის კუთხით ექნება როგორც დასავლეთში, ასევე იქნება აღიარებული ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთის ასე ვთქვათ, პოლიტიკურ წრეებშიც. მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის და დაგემშვიდობებით. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო პოლიტიკოსი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე. მე მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ორშაბათამდე დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდით.